გმირთა მოედანზე მშენებარე საავტომობილო ესტაკადა დღეს თბილისის მერმა საქართველოს პრეზიდენტს დაათვალიერებინა. ესტაკადა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შენდება და თბილისის რამდენიმე უბანს დააკავშირებს ერთმანეთთან. ახალი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს საცობებს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის მიხედვით რამდენიმე დასასვენებელი ობიექტიც მოეწყობა. ესტაკადის მშენებლობის პირველი ეტაპი თვის ბოლოსათვის დასრულდება. ვაკის საბურთალოს გზას გმირთა მოედანს დაუკავშირდება და ამ მონაკვეთის დაფარვა 3 წუთში იქნება შესაძლებელი. ესე იგი თავარი კითხვა რა დგას? ვაკის ჭავჭავაძეს. ეხა ორი თავარი საცობები ხა ჩემი. ეხა მოგახსენებთ მაგას. ჩემები ცხოვრობენ პეკინზე და სუსაცობი გზაზე და ჭავჭავაძეზე რა ხალხი განსაკუთრებით სამუშაო დღეებში შუა დღესაც არის სუსაცობში და ხანდახან ზოგჯერ ნახევარსა და ზოგჯერ 1 საათი. იქნება თუ არა ამის დამთავრების შემდეგ საცობი ან ვაკეში მანდ და ან პეკინზე საბრძოლო. მოგახსენებთ. ესე იგი ჩვენ როგორ გადავინახოთ შემდეგ უგაზე ნახავთ შემდეგ მომენტს. რამდენი შენაკადი აქვს იმ ზაფხულს რომელსაც ვაშენებთ. აბსოლუტურად სავარაუდოდ ჩვენი გასვით 56% გაფართულობის უნდა ორივე მიმართულებით მოიხსნას. ესე იგი ფაქტურად არანაირი პრობლემა არ უნდა იმიტომ რომ რო წარმოვიდგინოთ იმ ადგილას სადაც შევდივართ ერთი გზით კი არ შევდივართ. ესე რეალურად ორჯერ და მეჯერ ნაკლები მანქანები 56%. ხო 56% ესე გაფრთხილდა დაფუძნებული. ეხლა თბილისში რამდენია საერთოდ რამდენია მანქანა რეგისტრირებული 500,000 რეალურად ამაზე მეტი 300,000 მილიონიან ქალაქ 300,000 მეტი მანქანა არ არის მეგონი ნიუ-იორკში. მაღალია, მაგრამ ეს მაინც კიდე გაიზრდება. ყოველ შემთხვევაში გაზდაზე ხوارი გათვლილი. დაუსტავნე. ეს არის 15% გაზდაზე გათვლილი და შემდეგ მეუნებიან 56% მოიკლებს. ამას აქ ერთი მეორე განზელება. ეს რომ მორჩება თავის შემაერთებული. იქით საბურთალოს პანასკენდელი და ბახტრეონი და შესაბამისად საბურთალოს ქუჩა. არის საშუალება რომ ასევე დავაკავშიროთ ამ ესტაკადას. რეალურად მე ვერაფერ იმას რომ ჩიხი რაც არის საბურთალოზე რომ მიდიხარ ბახტრეონზე ჩიხია და იქით ვეღარ გადის. დოლიძე და იქით ხო. დოლიძე ისედაც უკავშირდება. არის ძირითადად საბურთალოს ხილიანის უკავშირდება. ხილიანი დოლიძე და აქეთ ესე ხილიანის განიკეთებს. იქ კატასტროფაა ხილიანი. თავისუფლად შეყარის ეს და ეხლა მეორე სხვა რაღაცა არის. ეგ გარდამაგისა იქ მეორე მხარეს ხო რეალურად კახეთის გზატკეცილი დაჯდება ტრასაზე და ხო რაც რო კახეთის გზატკეცილი დაჯდება რკინიგზა რო გადადის ეს ჩვენი თავი რაც ხდება რომ ახალი პროსპექტი იქნება იქ და რეალურად ეხლა როგორ არის რომ თქვა იმინდა რა ქვია ვარკეთილიდან ვაზისუბიდან მანქანა რომ მოდის თქვა გდაში ჩამოდის ქვემოთ და აულაბარში ჩამოდის სანაპიროს ტვირთავს და რეალურად ესე იგი სანაპირო ორივე იტვირთება მაინც როგორც ის ტრასაც გაიხსნება რეალურად მესამე სანაპირო პრაქტიკულად სანაპიროებიც უკან იტვირთება განიტვირთება ეხლა რო წარმოვიდგინოთ საბოლოოში აქედან ის ყველა მომავალი ადამიანი მიდიოდა დიღომში და იქიდან ადიოდა საბურთალოზე ყველაფერი ამ საკადის მეშვეობით განიტვირთება ეს ავტომატურად მოხდება და ყვანძებს რო ნახავთ ნახაზზე მიხვდებით აბსოლუტურად როგორ განიტვირთება ვაკიდან საერთოდ პრობლემა არ აქვს ვაკის პრობლემა გვიხსნება ფაქტურად ერთი ვაკის ხელა ჩვენ ორი გზით შევდივართ ესტაკადაზე ესე იგი მთელი ვაკი ერთ ესტაკადაზე გვიჭირდება იმიტომ 56% დღეის მდგომარეობის რა მოძრაობაც არის უნდა განიტვირთოს ვაკიდან როგორ მეცეთ ედაღამე ვასწორებთ მუშაობთ რაც დაიდაღონე გვაქვს არ ვიშორებთ რა თავარია რომ აი გზა არის შედეგსაც ხედავთ რომ თავის დროზე გვინდა რომ ჩავაბაროთ რა და მომავალში კიდე უკეთეს პროექტები თუ იქნება ჩვენთვისაც კარგი. რაც რომაც გავაკეთოთ მიკროფონები და მართალია რომ ტოპიკ ესროლეს იქ პოზიციაზე. კი. რაც ესენი ლანძღეს თავზე წყალს ასხავდნენ ტოპი ესროლეს ღამე ინციდენტი ეგოლება ესე იგი ის რა ქვია ტრის კოლონა შემოსული ამ ხეობაში. ზოგიერთი სახმა მართლა ხალხი რა თქმა უნდა ყოფილა მაგრამ 400 კაცი მუშაობს ერთდროულად. ჯერ რაც ტელევიზიით მე გინება ვისმინე ამ ესტაკადის ერთი 3 კვირა. დაწყნარდებიან თვის. ახალ პარკსაც აყოლებთ ხო ამას? კი, აი ესე იგი ხეები მოჭრეს ამას იგი პარკი დიდდება. ესე იგი წყალს ასხავდნენ, აგინებდნენ. ბოლოს ტოპი ესროლეს. და მაინც გავიყვანეთ და გავიყვანთ ბოლომდე და გვაგინეთ და გვესროლეთ რამდენიც გინდა. ესე ხო ესე. რა თქმა უნდა. ჯობიათ ამას სროლა არ გვინდა. ამას დაკადა სამთვის ბოლოს ვასწავლოთ. უკვე 26-ში ბეტონის დაგებას გზაზე ვისხდით. ხო. ასე რომ ვისაც ძილი დაუთხეთ, მალე მორჩება და მე ვფერი წყნარად. მე შეგვაკებენ, ყველა შემთხვევაში გამოვლენ ამ ადგილას, მოაწყობენ ბრიფინგს და გვეტყვიან რომ გამოვლენ და მოაწყობენ მიტინგს თავრობის წინააღმდეგ და კიდე აქ უფრო ჩქარად ჩამოვლენ მიტინგის მოსაწყობად. რეალურად რო თქვა და რა ხდება გარდა ყველაფრისა. ეხა გიგი მიხსნია და ძალიან მაგარი იდეა ძალიან ქალაქის მერის, რომ
თბილისში ჩნდება ისეთივე პარკი, როგორც არის ცენტრალური პარკი ნიუ-იორკში. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ნიუ-იორკში როგორ არის? ნიუ-იორკში არის ბევრი საცხოვრებელი სახლები გარშემო და შუაში არის დიდი პარკი, რომელსაც ყვეთს გზა. ესე იგი, მზიური რაც იყო თავიდან იდეა. კარგი იდეა იყო, მაგრამ კომუნისტებმა როგორც ყოველთვის მიაფუჩეჩეს და ბოლოს არ გამოვიდა და შემდეგ წინამთავრობის დროს საერთოდ ისიც შეიჭამა საცხოვრებელი სახლის მშენებლობებით. ეხლა მზიურის პირველი ტერიტორია რაც იყო, აი გიგი რასაც ამოდა, აი მართლა წინვალი იდეა აქვს მას რა, 8-ჯერ დიდდება. ესე ქალაქის ცენტრში იღებ უზარმაზარ პარკს, რომელსაც გარშემო ხომ მოაშენეს ჰელიეს კორპუსები შევარნაძის უბედურად და მართლა არც მილები იყო, არც მწვანე საფარი შეჭამა, არც კანალიზაცია, ყველაფერი. ეხლა თელი ინფრასტრუქტურა ხო ადგა და შუაში მართლა ის ტატუზი დაეცა ამ ხალხს უზარმაზარი დიდი მწვანე სივრცე კეთდება. პრაქტიკულად ვაკის პარკზე რამდენჯერმე დიდი, მზიურზე 8-ჯერ დიდი. ეს არის ამ გზასთან ერთად და ის რომ საცობები აღარ იქნება საერთოდ ვაკეზე საბურთალოზე უზარმაზარი მწვანე ზონა მივიღეთ და თბილისი მართლა ხდება ის, რაზეც მე ყოველთვის ვოცნებობდი, ძალიან მწვანე ქალაქი. ყოველ შემთხვევაში ქალაქის ამ ნაწილში და იმედია სხვა ნაწილებსაც ეს გადაედება. ეს მართლა არის აი ეს პროექტი არის გარღვევა ამ ქალაქის კომფორტულ ქალაქად ქცევის კუთხით. და იმედია რომ ამას ოქტომბერში, ნოემბერში სადღაც ეს პარკის დასრულდება. თავარი ახლა ეს გადაგავსოთ რომ საცობები განითვირთოს ერთხელ სამუდამოდ. ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაკეთებულა, კეთდება და გაკეთდება თბილისში, მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად არა მარტო იმიტომ რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს უფრო კომფორტულ გადაადგილებას თბილისელებისთვის. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისაც, რომ თბილისი გახდეს ინვესტიციებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი, ვიდრე აქამდე იყო და შესაბამისად ნებისმიერი ინვესტიციის ზრდა ნიშნავს დასაქმებას, რაც საბოლოო ჯამში ყველაზე მტკივნეული პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის. ეს დაგადის შემდეგ თბილისის მერმა და საქართველოს პრეზიდენტმა უკვე აღმაშენებლის გამზირზე გადაინაცვლეს. თბილისის ამძოლუბანში სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. რემონტდება ისტორიული შენობების ფასადები. თბილისის მერიის დაფინანსებით აღმაშენებლის გამზირს ძველი ისტორიული იერსახე უბრუნდება. დაახლოებით 19 საუკუნის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბებით სარეაბილიტაციო პროექტი არ განხორციელებულა. ანუ სადღაც 4-5 წლის მერე შეიძლება ვაფშე მთლიანად გახადოთ საქართველოს. უკვე როცა უკვე გამაგრებული და კონსტრუქციული ნაწილი დამთავრდა. ეხლა მიდის უკვე ისა ბიჭებო მან